მოდი ნახე რა დავდი. ხოჯეს ჩემი ძმა. კამერაში გორგეჩრები. ას მოგლეხის ყავსას. ფოტოები გმოყავთ რომ მეცმარი. შავი და შავი. რა დამატო? გაიცინე. როგორ გეწია? რა ყვითე. აჯეკ როგორ სიკი?
არ ვიცი. მოდი დავდგეთ ორი. ბავშვებო დაახურეთ. მოდი დადექით მიდი. დავდგეთ ორი. მოდი დადექით. მარო ჩვენს რა მარო ჩვენს მარიამ შემდეგი, აბა შემდეგი, ჩემი მოდი. აბა რა. აბა ჩემი ბიჭები. დავარ შემდეგი კომანდა. აბა ვინ დამრჩა? მე. შევიდა? აბა. Get
Bicho. Алло, пап. Ага. Всё. იმუშავეთ კამერა. ჩვენი ვრად იქნება ესეთი კაი ბიჭები ყავხარ. აი
ბავშვებო გილოცავთ. ეს საოცარი დღეა, იმიტომ რომ თქვენთვის დამთავრდა ერთი ძალიან საინტერესო ნამდვილად გასაოცარი თავგადასავალი და დღეს შემდგომ უკვე იწყება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. არ ვიცი რა გისურვოთ, მე მგონი იმაზე უკეთ ვიდრე ალბათ გეტყვით ახლა ისევ თქვენი მშობლები და მასწავლებლები გეტყვიან უფრო შემდგომ. გისურვებთ რომ ყველა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენთან მიიღეთ, შემდგომში რეალიზებაში მოიყვანოთ, ასე ვთქვათ და ნამდვილ ადამიანებად და ნამდვილ კაცებად და ქალებად ვთქვათ ისე რომ რა ვიცი ამაზე ძვირფასი რა გითხრა. თქვენ გილოცავთ ჩემო ძვირფასებო მშობლებს, ზოგისთვის პირველი, ზოგისთვის მეორე, ზოგისთვის მესამე, ზოგისთვის მეოთხეც და იმრავლეთ ხალხო რა ვიცი ამაზე ბედნიერი დღეები გქონდეთ კიდევ და ეს დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი იქნება თქვენს ცხოვრებაში. მასწავლებლებს გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ რომ ასეთი ძვირფასი ლამაზი და საყვარელი ბავშვები კიდევ და კიდევ გაგეზარდოთ. ანუ ჩვენ ასეთი მდგომარეობა გვაქვს ამ წუთისთვის. ველოდებით თქვენს ძვირფას კლასელს გოგი ბერიძეს. ბატონო, და ვფიქრობ რომ მოდით ნახოთ ბავშვების მიერ მეფორმატე კაცებს უსახუთი. რა მოგენატრება ყველაზე მეტად? მაიკოს ინგლისურის გაკვეთილები. ყველაზე მეტად ალბათ მოგენატრება შესვენებები, სკოლის კიბები. რა თქმა უნდა, ფეხური სტუდია. მისი გაკვეთილები გახსენდება ყველაზე კარგად. ალბათ გერმანულის გაკვეთილები. Урок русского языка и Ниномас очень люблю вас. 2 hours later. ინგლისურის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის. საუკეთესო მოგონება სკოლიდან. ჩემი საყვარელი მოგონება არის რომელიღაც კლასში კარში რო ვიდექი, დავიკიდე შტანგას და შუიდან ცენტრიდან გამიტანის გოლი, თუმცა ჩვენმა ხსნელმა ბატონმა ნიკოლოზ შიქოვანმა ამჟამად დინამოს მოთამაშემ და ასევე ნაკრების გადაგვარჩინა და ის თამაში მოვიგით. ამიტომაც მადლობა ნიკოლოზ შიქოვანს. მეხუთე კლასში ბიოლოგიის როლს ესწრებოდა 15 კლასი ერთად მეხუმრებოდა. მეშვიდე კლასში გავაცდით მათემატიკა ბუფეთის კიბეებზე ვიყავით და დამრიგებამ რომ გაიგოთ დაგვსაჯა და ერთი კვირა არსად არ გვიშვებდა. საუკეთესო მოგონება ალბათ ექსკურსიებთან არის უფრო დაკავშირებული რა. ყველა ექსკურსია განსაკუთრებით ბოლო ორი. ესე იგი, ვინა მართლა აღარ შემიძლია. ჩემი საყვარელი. Урок русского языка. Паштахи. შენი საყვარელი კარგი შეტავე ახლა. მე-12 კლასი 2025. I was scared of pretty girls and starting conversations. All my friends are turning green. Yeah, the magician's assistant in their dream. And they come on
dark side. I wanna be your man. I love you when you sing that song. Yeah, I got a lump in my throat 'cause you're gonna say the word wrong. განსაკუთრებით ჩემს ვერდით მოვიხმო თქვენი უსაყვარლესი დამრიგებელი ბარბარე მასი რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებული აპლოდისმენტების ღირსია გასვით მადლობა მადლობა ბარბარე ყველა იმ საქმისთვის, ყველა იმ შრომისთვის, რა ვიცი, ყველაფრის ყოველი დღისთვის მათთან გატარებისთვის და რა ვიცი, კიდევ რჩევისთვის, დარიგებისთვის, ფაქტიურად მეგობარი ხარ შენამათთვის და არა მასწავლებელი, ისე რომ ნამდვილად გაუმართლად ბავშვებს ასეთი გამრიგებელი რომ ყავთ. ბაბი, მოდი ახლა შენ მინდა რომ მიკროფონი აიღო ხელში და მიყვეთ იმ საინტერესო ამბავს, რა სურპრიზით მოუზადე ბავშვებს, ისე რომ ყურადღება თუ შეიძლება ბავშვებო, ხო, აი ეს ნაწილი მინდა რომ იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ ხო. მინდა რომ ვისაც ბარბარე მასწავლებელი წარადგენს, ჯერ მოისმენთ მცირე სიურპრიზ ბარბარესგან, ასე ვთქვათ, წერილობითი ფორმით, რომელიც გადმოგეცემათ, შემდგომ მობრძანდეთ აქეთ ამ მხარეს, სადაც ჩაიცმოთ მანტიებს და უკვე დამსახურებულად ამობრძანდებით ჩვენს სცენაზე. მოგიწყდება ისე, ხანდახან მოდით ხოლმე და ამოგიყვანთ ხოლმე ისე, რომ სცენაზე არ არის პრობლემა. კაი, მიდი ბარბარე, გთხოვ. მოგესალმებით, გილოცავთ, ბავშვებო, პირველ რიგში თქვენ გილოცავთ, იცით როგორ ძალიან მიყვარხართ და როგორ მიხარია თქვენი ყოველი წარმატება. სადაც მე მახსენეთ, იქვე არ შემიძლია არ ვახსენო მარიამ დოლბაია და ირმა ბაშალეიშვილი ჩემთან ერთად, იმიტომ რომ ჩემი ამაგი საერთოდ მოსაყენიც არ არის მათთან მიმართებაში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მათ. ძალიან დიდი მადლობა თქვენს პედაგოგებს, რომლებიც მართლა 10 წელია უკვე და 12 წელია გასწავლიან და თქვენ პირველ რიგში ესეთი კარგები რომ ხართ, იქნები სუბიექტური, რომ გამორჩეულად კარგი კლასია და გამორჩეულად თბილები და ტკბილები ხართ და ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის თქვენ გვერდში თქვენთან ერთად მიგულეთ. ეხლა მინდა რომ სათითაოდ დავიწყოთ. და ვისაც გამოგაცხადებთ,
ამოხუცეთ სცენისკენ. ყოველ კლასს ყავს ისეთი ადამიანი, რომლის გამოც ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ჯერ კიდევ ყველაზე ძვირფასი ტიტულია. მისი ყოფნა ყოველთვის სიმშვიდის მომტანია, არა ხმაურით, არა ყურადღების ძიებით, არამედ თავისი შინაგანი ღირებულებებითა და ხასიათით. მან შეუძლია მეგობრობაში იყოს ერთგული, ურთიერთობაში მორიდებული, სწავლაში მოწესრიგებული და ცხოვრებაში ძალიან ნამდვილი. შენი სილაღე და ადამიანობა ამ სამყაროში უკვალოდ არ დარჩება. ისურვებთ, კოკო. კოკო ებანოიძე. აში მაგალია აპლოდისმენტები. კლასში ვინმესგან მოისმინოთ გულწრფელი სიცილი, იგრძნოთ მხიარულება და მისი ენერგია, რომელიც ასე გამოარჩევს ყველასგან, ეს რო არ მეთქვა მომკლავდა, მაშინ აუცილებლად მასთან უნდა დაიჭროთ საქმე. მისი იუმორის გრძნობა უბრალოდ თავეჭდავია, ფეთქებადი ხასიათისაა, შეიძლება წამებში აალყეს, მაგრამ ისევე სწრაფად გადაუაროს და იმაზე ფიქრი დაიწყოს, თუ ვინ როგორ არის და ვის რა სჭირდება. მას უყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, დროს ტარება, კეიფი, ხალისი. ის კლასის ერთი დიდი ემოციური ბირთვია. Galo, ისურვებ Kepa, deda się to. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხმაურით არ გვამახსოვრებენ თავს. ისინი ჩუმად, მშვიდად, ნაზად იყარებიან გულში და სამუდამოდ იგრჩევიან. გამორჩეულად გონიერი, ბეჯითი და მშვიდია. არასდროს ცდილობდა ვინმეზე მაღლა დაეჭირა თავი, პირიქით, თავდაბლობით იპოვა გზა ყველას გულამდე. მისი ზრდილობა, თბილი საუბარი და ერთგულება იმდენად ნატიფად არის შერწყმული, რომ მასთან ურთიერთობა ყოველთვის იყო სიმშვიდის და სანდოობის პატარა კუნძული. ისურვებ, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ისეთი სინათლე გქონდეს, როგორცაც შენასხევები სხვებისთვის, იმიტომ რომ ასეთ კარგ ადამიანად დარჩენა, როგორიც შენ ხარ, უკვე დიდი გამარჯვებაა. ანუ კი, თოფურია. დიდი ხნის წინ შემოიმატა, მაგრამ სივრცე მაშინვე აითვისა. მისი ენერგია გადამდებია, მისი პოზიცია მუდამ მტკიცე, როდესაც ყველა დუმს ის საუბრობს. როცა ყველა თან ხდება, ის არგუმენტს მაინც იპოვის. მართალია ხშირად მხოლოდ საკუთარ აზრს ემდობა, მაგრამ მისი გონიერება და გააზრებული ხედვა ყველას აოცებს. ის არ დამშვიდდება, სანამ თავისას არ გაიჩნდეს. მაგრამ ყოველთვის იბრძოლებს სამართლიანობისთვის, მეგობრებისთვის და მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. ისურვებ, რომ შენ ცხოვრებას მუდამ ახდეს ენერგია, მიზანდასახულობა და გულწრფელობა და რომ შენი გზა იყოს ისეთი, როგორც შენი ნაბიჯებია, სწორი მიმართულებით დიდ წარმატებამდე. ანდრია ივანოვსკი. არ მეტევა.
გიждები ამ ადამიანზე. ჩვენს კლასში არის ადამიანი, რომლის გარეშე არც ერთი დღე არ იქნებოდა ისეთი ხალისიანი, როგორიც იყო. ის შესაძლოა არ იყოს ის, ვინც პირველი დაწერდა დავალებას, მაგრამ რაც ნამდვილად იცის, არის ის, თუ როგორ განხადოს ყველას ყოველდღიურობა, სუბუქი და სასიამოვნო. ყოველთვის გამოირჩევოდა განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, ზრდილობიანი, საიმედო, ერთგული და ჰუმანური, ჩემთვის ძალიან საყვარელი გიორგი ოხანაშვილი. არსებობენ ადამიანები, რომელთა გვერდით ყოფნა სიმშვიდეს, ნდობას და ერთგულებას ნიშნავს. ის ყოველთვის იწვევდა პატივისცემას თავისი საქციელი ზრდილობით და ღირებულებებით. სწავლაშიც და სხვა საკითხებშიც გამოირჩევა ხასიათით, ანალიზის უნარით და ცოცხალი ღრმა გონებით. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი, ღირსეული პიროვნება და ნამდვილი ადამიანი. გისურვებ ისეთ მომავალს, როგორიც თავად ხარ და თუნა. გეგენავა. კლასში ვინმე ხმამაღლა პროტესტებდა რაიმეს, ჩქარა ბრაზდებოდა და ისევე ჩქარა ეხმარებოდა მეგობარს, ეს სწორედ ის ადამიანია, ქოთქოთო ხასიათით, დიდი გულით და მახვილი გონებით. შესაძლოა ხანდახან აფორიარქებულიყო უმნიშვნელო მიზეზით, მაგრამ იმავე გულით დაგიდგებოდათ გვერდში. ის არაფერს მალავს და რაც გულში აქვს პირდაპირ ამბობს. სწორედ ამ გულწრფელობაშია მისი სიძლიერე. გისურვებ, რომ შენი ფერადი ხასიათი, სიბრძნე და ემოციური ძალა მუდამ თან გაყვეს და იქ მიგიყვანოს, სადაც გულწრფელობა და გონიერება ყველაზე მეტად ფასობს. ქეთევან ბოხუა. მუდმივი წუწუნი და უკმაყოფილება მისი ერთგვარი ყოველდღიური რუტინაა, მაგრამ ჩვენ ვიცით ეს მხოლოდ ზედაპირია, ხოლო მის გულში შრომისა და კონტროლის მოყვარული პიროვნება. ამ ადამიანს შეუძლია ერთდროულად იყოს კრიტიკული, გულწრფელი და შეუდარებლად ერთგული თავისი საქმისა. ხშირად გაგვახსენდება მისი უკმაყოფილო საქმე, მაგრამ ისაა მაგალითი იმისა, თუ როგორ მიაღწიოს შედეგს. წუწუნით თუ მის გარეშე მთავარია იმუშავა და არასდროს დაანებდეს. შენს ძალას და შრომას ყოველთვის ვაფასებ და მჯერა რომ მომავალში როგორი რთულიც უნდა იყოს შენი გზები, შენ მაინც მიაღწევ მიზნებს, ცოტა უკმაყოფილებით, მაგრამ დიდი გამარჯვებით. თეონა! კლასში ერთი მშვიდი კუთხე, ისეთი, რომელიც ხმაურისგან შორს დგას, მაგრამ მთელი გულით არის ჩვენი ისტორიის ნაწილი. ის იშვიათად საუბრობს ბევრს, მაგრამ როდესაც რამის მშვიდად, ჩუმად და ხალისით იტყვის, ყველა უსმენთ. მისი ბუნებრივი სიწყნარე და პატივისცემა ყველასადმი მას განსაკუთრებულ ადამიანად აქცევს. სწორედ ასეთია ჩვენი სანდრო გაფრინდა.
ძალიან იშვიათად ნახავდით, მაგრამ ის ღიმილი სითბო და ბუნებრივი სიკეთე კლასის განწყობას წამებში ცვლიდა. მართალია სკოლამდე არ ყოფილა მთავარი გატაცება, მაგრამ ის იმდენად კეთილშობილია, რომ მისი ყოფნა ყოველთვის გვაწყობდა. ჩვენ გვჯერა, რომ ცხოვრებაში აუცილებლად იპოვი ადგილ, სადაც თავს კომფორტულად იბრძნო. შენი მომღიმარი სახე, ცელქი ნაბიჯები და თბილი ღიმილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. ნიაჭყონია, ისე ზოგი ადამიანი არ საჭიროებს ზედმეტ წარდგენას, რომ შეამჩნიო. ის უბრალოდ შემოდის, ჩუმად გაივლის და ყველას ყურადღებას იმხრობს. გამოარჩევ გარეგნობით, თავდაჯერებული სიარულით და გონიერებით. მუდამ შვიდია და იმდენად თავშეკავებული, რომ მის საზღვრებს ინსტინქტურად სცემ პატივს. ზედმეტის თქმას ვერ გაბედავ მისთვის. მასში ერთბაშად თავს იყრის ღირსების და სინათლის ჰარმონია, რომელსაც ძალით ვერ მოიპოვებ. გონიერია, ლამაზია, მაგრამ არასდროს ამპარტალმოულად. ძლიერია, მაგრამ უხმაურად და ამიტომაც ის დარჩება ადამიანად, რომელიც ყველას ემახსოვრება. გისურვებ, რომ შენი ნაბიჯები ყოველთვის ამაყად, ლამაზად და მშვიდად გაგრძელდეს, ისე როგორც ახლა. ანა ლომინაძე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ გულში აშენებენ ურთიერთობებს. მისი ყოფნა კლასში ყველას აბედნიერებდა. ვერავინ იტყვის, რომ მისთვის ეს განვლილი გზა უმნიშვნელო იყო. მართალია დღემდე ვერ ახერხებს თასმების იდეალურად შეკვრას, რის აღიარებასაც თავადაც არ ერიდება, მაგრამ ადამიანებში ნამდვილი ურთიერთობებისა და სითბოს პოვნა ზუსტად შეუძლია. გიო, მიყვარხარ? მისი ხასიათი მრავალფეროვანი და პირდაპირია. გამოირჩევა ერთგულებით და სიღრმისეული აზროვნებით. მას არ ყოფნის ზედაპირული პასუხები. შეუძლია დაინახოს ის, რაც ხვებისგან დაფარულია. ხშირად დაინახავთ კამათის დროს, მაგრამ მიუხედავად მისი ემოციურობისა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი მებრძოლ ბუნებაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ გაფასებ. ისურვებ, რომ შენი გონიერება და მეგობრობის უნარი მთელი ცხოვრება გაგყვეს და იქამდე მიგიყვანოს, სადაც მხოლოდ ერთგულნი მიდიან, მიზანთან და წარმატებასთან. მარიამ. სკოლაში არც ერთ გოგონას არ გამორჩენია მისი გამჭოლი მზერა, მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი და დინჯი სიარული. მისი სიტყვა ზომიერი, საქციელი პატრისამით სავსე, ხოლო ღიმილი გოგონათა აფორიაქების მიზეზია. ხო ასეა? იგი ყოველთვის ზად არის მეგობრს დახმარების ხელი გაუწოდეს და უერთგულოს. სწორედ ეს გამოარჩევს მას. ისურვებ, რომ ცხოვრებაში ისეთივე ღირსეულ, გულღია და ჰუმანურ პიროვნებად დარჩე, როგორიც სკოლაში იყავი. ნიკუშა, გოგიბელი.
არ ემორჩილებიან, არც ჩარჩოებში ექცევიან და არც სიტყვებს არჩევენ, მაგრამ სწორედ ამ პირდაპირობაში იმალება მისი ნამდვილი სილამაზე. ის შეიძლება ყველაფერს ერთდროულად ამბობს ხმამაღლა, ემოციურად და უნამუსად გულწრფელად, მაგრამ როდესაც მას უყარხარ ბოლომდე ისეთი ერთგულებით, რომელიც სიტყვებზე ბევრად მეტია. გისურვებ, რომ შენ ცხოვრებაში ყოველთვის დარჩეს ის უშუალობა, გრძნობის სიღრმე და სითბო, რომელიც იმ ფორმით გაქვს, რომელიც მხოლოდ შენ გამოდის. ხმამაღალი, ჭეშმარიტი და გულიანი. კატა. მოსწავლე, მაგრამ ცოტა ისეთ, ვინც ერთხმად არა მხოლოდ კლასს, არამედ მთელ სკოლასაც მთელი გულით უყვარს. მასში ერთბაშად აღმოაჩენს სიმშვიდისა და იუმორის საოცარ უნარს, ის ყოველთვის ობიექტურია ყველასთან, სწორედ ამიტომ ენდობიან და პატივსცემენ მას. ის არის მეგობარი, მოსამართლე და ზოგჯერ კლასის ფსიქოლოგიც კი. გისურვებთ, რომ შენი ადამიანობა, სამართლიანობა და გულწრფელი მიღილი მთელი ცხოვრება გაყვეს და ყოველთვის მოგახვედროს იქ, სადაც საუკეთესო შესაძლებლობები გელის, იმიტომ რომ შენ ეს ნამდვილად გეკუთვნის. ნიკოლოზ ფოცხიშვილი. ვინც ბევრს საუბრობს, ან ხალისიან საუბრებში აქტიურად ერთვება, მაგრამ საკმარისია მისი ერთი სიტყვა, რომ ყველა მიხვდეს მათ წინაშე გენიალურად მოაზროვნე გონება. ხშირად უკმაყოფილო, მაგრამ ყოველთვის კონკრეტული მიზნით, რადგან მას არ აკმაყოფილებს საშუალო, ზოგადი და ზედაპირული შედეგი. შესაძლოა არ უყვარს ხალხმრავლობა, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, სადაც უნდა წავიდეს, ის ყოველთვის საკუთარი მიკროსამყაროს ცენტრი იქნება. განსაკუთრებული, გამორჩეული და ვერცხლის მედალოსანი ნიკოლოზ ტურიაშვილი. ამ ადამიანს რაც შეეხება მართალია ჩვენ სკოლად დამთავრებულ თარიღებში ვერ ჩაეწერა მისი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ არ შემეძლო რომ ესე უხსნელად გამეშვა სკოლიდან და მინდა რომ ფეხბურთის მოედანზე მისი სისწრაფე და მოძრაობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მეტოქეს არა მხოლოდ გოლი, ხასიათიც დაუკარგავს. მისი სახელი მხოლოდ სპორტით არ გვამახსოვრებს თავს. ის პირველ რიგში სანდო მეგობარია, გვერდში მდგომი და ერთგულია. მასზე საუბრისას ერთხმად ვთანხმდებით, რომ ქალების გულთამყრობელობა მისი სტიქიაა. ზოგი ამბობს, რომ ეს ღიმილის ბრალია, ზოგი თვალებს აბრალებს, მაგრამ მთავარი მისი უშუალობა და ბუნებრივი მომხრობელობაა. გისურვებ, რომ შენი თავდაჯერებული ნაბიჯები ფეხბურთის მინდვრიდან ცხოვრებაში გადაიტანა, რომ წარმატებებს ისე მშვიდად მიაღწიო, როგორც გოლს იტან. აუღელებლად, მაგრამ ეფექტურად. ჩიკო! ემოციური იყო ეს ყველაფერი დამეთანხმებით. ერთი გებრიელი აპლოდისმენტი ჩვენს ბავშვებს. და მე როგორც ვიცი, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ ვიცი გიანა და
აღელდი უკაცრავად და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პედაგოგებს გექნებათ აქ სათქმელი და თუ შეიძლება მობრძანდით, მნიშვნელობა არ აქვს პრინციპში ვის მოვიხმო. სულ ერთია. ორივე აქ არის. რომლებიც მართლა ახლა ცნობებს აი ძალიან მოიყვარს ყოველთვის როვდებ მათში მთელ ჩემ ენერგიას და როცა მიმართებ ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ჯილდოა გილოცავთ ბავშვებო და მჯერა ქვეყანას რომელსაც ასეთი ახალგაზრდები გაუზარდეთ თქვენ ჩვენც ალბათ არასოდეს არ ემუქრება საფრთხე და გადაშენება ბედნიერ გაგებელები ახალი წარმატებები და გავის იმედი მომავალი ქვეყნები დავერთი არაჩვეულებრივი ბავშვები დიახ თქვენ ერთად გავიარეთ ძალიან დიდი და ლამაზი გზა შევედეთ ბევრი კარგი და ძალიან დიდი სიხარული მომართეთ ძალიან წლების განმავლობაში ძალიან მიყვარს თქვენ სულ დიდი და ლამაზი ნაბიჯები Maikos ar naudzahat, proszę. O. ძალიან მიყვარხართ, ძალიან ბევრი ტყვილი მოგონება მაკავშირებს თქვენს კლასთან. სუბიექტურობაში ნუ ჩამოვმართმევთ, ჩემს კლასს რომ გიწოდებთ, იმიტომ რომ 9 წელი ცოტა არ არის. ჩემთვისაც საკმაოდ ემოციური დღეა დღეს, იმიტომ რომ 9 წლიანი ურთიერთობა სრულდება, თუმცა არ სრულდება. სკოლის გარეთ ჩვენ რჩებით თქვენი დიდი გულშემატკივრები, ყველა წარმატების, ყველა ბედნიერების და გჯერა რომ აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზნებს. ძალიან კარგი პიროვნებებად უკვე ხართ ჩამოყალიბებული, მაგრამ განვითარდებით. და რა ვიცი, ძალიან მიჭირს სიტყვების თავმოყრავ. მიყვარხართ და მინდა რომ ძალიან ბედნიერები იყოთ. ყოველთვის დარჩებით თქვენ ამ სკოლისთვის, ჩვენთვის როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კლასი. ჩემი თქოს გულშემატკივრად და მადლობა რომ ერთად გავიზარდეთ, მადლობა რომ ბევრი რამე მასწავლეთ მე პირადად და ყველა ჩემს ნაბიჯზე ძალიან დიდ გულშემატკივრებად ვიყავ, ანუ ვიყავით ჩემი გულშემატკივარი ყველა ნაბიჯზე. მაპატიეთ ჩემი ემოციურობა და ოცნით მიყვარხარ და ძალიან ბედნიერია. Danke, Ivana, Suda. გილოცავთ ბავშვებო, მშობლებო, ამ ბედნიერ დღეს, რა თქმა უნდა, ცოტა სევდა ახლავს სკოლის დამსრულებას, აღარ განმეორდება ეს წლები ბავშვობა, თითქოს ამასთან ერთად გაფრინდება, მაგრამ გისურვებთ, რომ ისეთივე ბავშვები და ლაღები დარჩენილი ყავით, როგორებიც იყავით. სულ პატარებით ჩაგიბარეთ, ასე ვთქვათ, ჩემ თერქვეშ მოგაქციეთ, 3 წელი თქვენთან ერთად თანამშრომლობდით, შეიძლება ითქვას. ანცები, ცელქები იყავით. მაშინ როცა მე ჩაგიბარეთ, მე გიყურებდით ზემოდან, იმიტომ რომ პატარები იყავით და მერხებს ძლივს აჭდით. ეხლა რომ შემოვედი და ყველა ერთად დაგინახეთ, აღარც გამოიჩდი, ყველა ზემოდან მიყურებთ. მათი სიცილკის ერთი ასეთი დამადასტურებელი საბუთი შემონახული მქონდა დღევანდელი დღისთვის. მე-6 კლასის დოკუმენტია, ახსნა განმარტება დაწერილი.
კოკო ებანოიძის და ნიკოლოზ მგალობიშვილის, რომელსაც დღევანდელი დღისთვის ვინახავდი და სხვა ნაგლეჯი ბრუცელით კი ყველაფერი შენახული მაქვს. Facebook-ზე რაც დავდე, ის თქვენი ნაჩუქარი ბოლო დღის გამოსამშვიდებელი პლაკატი, ისიც რუდუნებით მაქვს შენახული სახში რომ იცოდეთ. და გადავცე უნდა ეხლა ამ ჩემ ანც ცელ ბავშვებს. მარიამ მას ობაია მარიამი რახან ესე საჯარო ჩემი რიცების გამო გადმოცემა ძალიან მიზნდება და არც ის პერანგები მეთქო თქვენ რომ დამოხვედრეთ. ამიტომ გადავწყვიტე წერილების სამით გადმოცემთ ჩემი სურვილები, რომელიც გულწრფელია. გილოცავთ ისურვებ წარმატებებს და დანარჩენი როგორც ტექსტში. მადლობა მარიამას. ნინო მას მოგწანდით და დაგვეტყობეთ თქვენი მჯერმეტყველებით შეიძლება. არ დამავიწყდება ამათი თვალები მე როცა რომ შევედი. იმიტომ რომ უძღოდა წინ ასეთი ისტორია რომ მეშვიდე კლასში როცა არ ვასწავლედი ფიზიკის გამოცდაზე დავესწარი და ბედნიერი ღიმილის უორები მწერე. შესაბამისად აი ესენი მელოდებოდნენ ვერ გეტყვით როგორი შეშინებული თვალები და როგორი რაღაცა რა მომოდინები ქონდათ არ ვიცი მაგრამ აი გულწრფელად ძალიან დიდი მეგობრობა გვაქვს. ერთ-ერთი უსაყვარლესი კლასი ხართ ჩემი. მინდა იყოთ ესეთივე გულწრფელები, არ დაკარგოთ ერთმანეთის საოცარი მეგობრობა გაკავშირებს და ეს ყველაზე ძვირფასია. მე ინსტიტუტი იქნება ასპირანტურები, დოქტორანტურები, ყველგან ახალი თანამშრომლები, მაგრამ აი ეს სიყვარული რაც არის ამდენი წლის განმავლობაში, ნუ დაგეკარგოთ. აუცილებლად იყავით ერთად ყველა ღმერთმა გაშოროთ ჭირი, სულ ხიში, სულ წინსვაში და გისურვებ ყოველივე მას ბედნიერებას, სიხარულს, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მინდა რომ ყველა წარმატებული გნახოთ მომავალში, გეცხოვროთ ლაღ, თავისუფალ, ბედნიერ ქვეყანაში და ყოფილიყავით მისი ავანგარდი. გილოცავთ. სათვალია დაკარგული და ეს იმის ნიშანია რომ ჩვენი მზელად კარგები ხარ რომ ყველა შვილი ჩვენთან მოყავთ გასაზრდელად. ჩემო ბავშვებო ბოდიში რომ ბავშვებს გიწოდებთ უკვე მეგობრებო და შეიძლება სულ მალე თანამშრომლებიც გახდეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ადამიანობისთვის, თქვენი ქართველობისთვის, თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ ამ სკოლის კედლებში დატოვეთ. და იცოდეთ, ყოველთვის დიდი სიყვარულით მოგიხსენიეთ და გაგიხსენეთ და ყოველი თქვენი წარმატების აკვანი რობერტ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის პროგრამა მოძღვარში დაირწა იცოდეთ. მადლობა სიტყვას მომწამებისთვის. მადლობა ეკრემას, დიდი მადლობა ნამდვილად დასმით იყო უბრალესი მადლობა. მე ვფიქრობ ეხა უკვე ის დროა, როცა უკვე ასპარეზი უნდა ვთხოვოთ ბავშვებს. ხოვთ მეგობრებო, ვიცი რომ ტექსტი გაქვს. რას მადლობა ყველას მობრძანებისთვის. დიდ დროს არ წაგართმევთ კლასის სახელით მინდა დირექციას და მასწავლებლებს. მადლობა გადაუხადო რომ 12 წელი გაგვიძელით. არ მეგონა რომ ჩემი მშობლების გარდა 12 წელი ვინმე გამიძლებდა. თუმცა გამიძელით და მადლობა დიდი. იმედია ჩვენი სახელი გავუტოვეთ, ჩვენი მოგონებები გავუტოვეთ, შევქმნით მადლობას გიხდით. ამისთვისაც დიდ დროს არ წაგართმევთ, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. Ciao!
ბავშვებო, კიდევ მოგდანდით. არა, გაბედეთ, მოდი. მე-4 კლასში ვიყავი, ამ სკოლაში გადმოვედი და იმის მერე აქ ვარ და ეს სკოლა დავამთავრე და აი ამ კედლებში გავიზარდე ზუსტად, ძალიან პატარა ვიყავი, ასე კარგად მახსოვს. რა ვიცი, ნუ ამ ბავშვებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამათზე ახლო მე არავინ არ მყავს რა. რავი, რამდენი წელია 7 თუ 7-ზე მეტი ერთად ვართ და ძალიან ვიყავთ თითოეული ყველა თქვენთაგან. მოკლედ, რაც შეგეხება თქვენ, ძალიან დიდი მადლობა. აი საერთოდ თქვენგან ასეთი წინა არ მახსოვს და გულში არ მიდევს. იმის და მიუხედავად რომ რაღაცები იყო მაინც. მოკლედ ბევრი რომ ვლაპარაკო, გალონთქა ჩემი და ყველა საქმე და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფერთვის. მადლობა ბავშვებო, კიდევ ერთხელ მოდი ანდრე. მოგდანდე. ანდრიასაც მოვესმინოთ. გამარჯობა. მე თელი ცხოვრება საზღვარგარეთ ცხოვრობდი, სანამ აქ არ ჩამოვედი 3 წლის წინ. ქართული მიჭირდა, მეგობრები არ მყავდა და ამ სკოლამ და ამ კლასმა მიმიღეს როგორც თავიანთი წევრი. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ფერფერ დაავდით პანჯარაზე თეონა, მაინც მეგობრები ვართ და ძალიან დიდი მადლობა ამ სკოლას და ამ კლასს. მადლობა თითოეულ თქვენთანაც და გიყვარხართ ყველანი, გისურვებთ რომ თქვენი ცხოვრება იყოს ნამდვილად საამაყო. რა გითხრათ ამაზე მეტი და კიდევ ერთხელ მიულოცოთ ბავშვებს თუ შეიძლება. ბავშვებო, ეხლა შეგიძლიათ მობრძანდეთ. საოცარი პროცესი ჩავატაროთ. ასე. ორდი ბარბარეშუაში. აქ არის დანაც ყველაფერი. ეს აინტერესება. აი შეგიძლიათ ფოტოსესია განაგრძოთ.